მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამვარსკვლავები გვამსდობენ, მე ასტროლოგი ტელეძამყვანი მიხეილ საგაელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და დღეს ჩვენ საუბრობთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზზე, საუბარია 18-24 მაისის შუალედში მიმდინარე მოვლენებზე, რა ტენდენციები იქნება აქ მოსალოდნელი და აი სწორედ ამის ირგვლივ ვისაუბრებთ ჩვენ დღეს. პირველ რიგში, გავითვალისწინოთ, რომ დედამიწა კვლავ პოზიტიურ ენერგოველშია. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ეს კვირაც. იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ამის შემდეგი კვირა უფრო რთულ ტენდენციებთან იქნება დაკავშირებული და ამიტომაც ეხლა უმჯობესია რომ თქვენ მიაქციოთ ყურადღება ამ დეტალს და ეხლავე, აი რაღაც მნიშვნელოვანი საქმეებია, პროექტებია, რაღაცა იდეები გაქვთ, რეალიზაცია გინდათ მათი, შეხვედრები გინდათ, მოლაპარაკებები აწარმოოთ და შემდგომ. ეს ყველაფერი აი ამ კვირაში. უმჯობესია, რომ შემდეგ კვირა მეორე ცოტა უფრო რთულია და ამიტომ სირთულეები იქნება მეტი, იმიტომ რომ ამის შემდეგ კვირაში ჩვენ 26-ში გვაქვს მარს პლუტონის სერიოზული დაპირისპირება, ძალიან რთული და ტრაუმატული და ესეთი არასასიამოვნო დღე და უკვე ამის შემდეგ კვირას უკვე გვექნება სავსე მთვარეობა, რომელიც ასე ვიცით, რომ ცოტა რთული და მძიმე ენერგიების დღე, ამიტომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენოთ. იმიტომ რომ პოზიტიური შანსები ყველა ზოდიაქოს ნიშანს აქვს, ეს ის ოქროს კვირა, რომელიც აი თვეში ერთხელ მოდის, ისიც ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად მოდის და ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის საკმაოდ კარგია. და აქედან გამომდინარე, მოდით ვთქვათ, ვისთვის რაში იქნება კარგი და ვის რაში გაუმართლებს აი ამ კვირის განმავლობაში. ნუ დავიწყოთ ვერძით. ვერძებო, პირველში გაითვალისწინეთ, რომ სხვა შორის დახონძულია ეს კვირა კიდე სხვა მოვლენებით, იმიტომ რომ პლანეტების მიერ ხდება შეცვლა სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნიდან გადასვლა ერთმანეთში და აქედან გამომდინარე, ესეც მნიშვნელოვანი მოვლენაა. ნუ ამაზე ვისაუბრებთ უკვე, როცა შევეხებით ცალკეულ დღეებს, იქაც აღნიშნავთ ამ ტენდენციებს. ეხლა მოდით დავუშვათ, რომელ ზოდიაქოს ნიშანს რასთან მიმართებაში აქვს მეტი შანსი წარმატებისა და ასე შემდგომ. თუმცა სანამ ამ ჩვენ მიმოხილვას დავიწყებთ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ყველას, იმიტომ რომ კვლავ გრძელდება ესეთი რაღაც გაუგებარი ამბები, როცა ადამიანები აბსოლუტურად მესამე და მეოთხე ხელიდან იგებენ ჩვენს, ასე ვთქვათ, ტელეფონს, საკონტაქტო ტელეფონს პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით. და აქედან გამომდინარე ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ ინტერნეტში ცალკე დევს საიტზე. ამის გარდა ჟურნალებში მოგეხსენებათ, რომელიც გამოსულია აქ ცალკეა კიდევ მითითებული, ხო? და ამის გარდა, ესე იგი, მე ვაღოსცენებ თითქმის ყველა გადაცემაში ამ ტელეფონის ნომერს და ნუ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რომ ვისაც აქვს სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, შეგვეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. მოდი ესე ვთქვათ, რომ ჯობი არ გადადოთ, დროულად გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ნუ ახლა შეიძლება კითხვა დაგებატოთ და რატო ამბობ მე ამას, იმიტომ რომ გამორიცხული არაფერი არ არის შემოკარგება 2027 წლისთვის და უკვე ამ შემოდგომაზე იქნება მცდელობა გარკვეული და ეხლა თქვენ იცით უკვე ჰანტავირუსი ხსმენიათ, ხო? იქნება უკვე ეს მცდელობები გარკვეული ეპიდემიებისა და ამის გამოცხადებისა. ნუ პირველად მოსინჯავენ ახლა ამას ეს რასოგვულია ჯანმო და მათი დამქაშები და ასე შემდგომ, რასაც ჩვენ გქონდა არაერთხელ საუბარი თავის დროს და კარგად გახსოვთ 2020 წლის 1 მაისი, როცა მე გამოაცხადე ტელეკომპანია კავკასიის მეშვეობით, რომ იწყება დიდი პროვოკაცია ადამიანების წინაშე და მაშინ ამის გამო დამიბლოკეს კიდეც Facebook-ი, ამის გამოც ესეთი გადაცემაც დაიხურა და შემდგომ იყო მოკლედ პრობლემები, მაგრამ ნუ იყო ჩემი ლანძღვა ტრადიციულად, რომ მე აქ ვაბოლებ ხალხს და შემდგომ და ეს სერიოზული ეპიდემიაა და შემდგომ და მე როცა სადღაც 1 წლის მერე ყველაფერი გაირკვა, ნუ მე იყო იგივე ხალხის მიერ, ესე იგი აღნიშნული, რომ თურმე, ესე იგი მე მართლაც ვეუბნებოდი და არ დამიჯერეს, ხო? ამიტომაც შემოკარგებო წინ და წინ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 2026 წლის შემოდგომაზე იქნება კიდევ პატარა მოსინჯვები, 2027 წლის თებერვლისთვის კი სადაც ჩვენ ისე გვექნება დაბნელებები, აი აქაც აქ უკვე უფრო სერიოზულად ცდიან გარკვეული ძალები, რომ მოგვახვიონ თავს ეპიდემიის ტენდენციები 2027-ში თუ არ გამოვიდათ, მე უკვე ალბათ ეს პრომეტად 2029 წლისთვის გადავა. ეს ამბები, მაგრამ თავარი არის ომები. თუ ომები დასრულდა, მაშინ ესენი საკმაოდ მალე ეცდებიან 2026 თუ დასრულდა 27-ში ერთვებიან ჩაართვავენ ალბათ ამ ეპიდემიას
ეს გარკვეული გლობალური ძალების გეგმებია და აქედან გამომდინარე წინ უნდა ვიყოთ ყურადღები და ფრთხილად არ უნდა დავიბნეთ ისე და არ უნდა ერთმანეთს შეურაცხყოფა მივაყენოთ როგორც ეს იყო ამ პანდემიის დროს და მერე დარწმუნდნენ ყველანი რა და როგორ მე იმედი მაქვს რომ დარწმუნდით და ვისწავლით ჭკუა ამაზე ამიტომაც წინ გავფრთხილებთ არ ვიცი რა იქნება 2027-ში არ გამორიცხული რომ ისევ ჩაკვეთის ტენდენცია იყოს და ასე შემდგომ და აქედან გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატები გამოვიდა საერთოდ ჯანმოდან ხო ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციიდან იგივეს მე მოვუწოდებდი მაგათ ჩვენ მთავრობას რომელიც ამას არ ცდილობს აბსოლუტურად და შეიძლება გახდეს მე ჯანმოს მოქმედების ხერხი მაგრამ ჩვენ მაინც ვიღოთ ყურადღები დანარჩენები ვისაც გვაქვს გაგების და მოსმენის უნარი და ანალიზის უნარი თუმცა არ ვიცი რა იქნება 2027 წელს მაგრამ ეხლა სანამ გაქვს საშუალება შეგვეხმიანოთ გავაკეთოთ პირადი ჰოროსკოპი და ბევრი რამის შეცვლას მოასწრებთ კიდევ და სასიკეთოდ შეცვლას თქვენი ცხოვრებისა. ესე იგი ვისაც გაქვს პირადი ჰოროსკოპის სურვილი შეგვეხმიანოთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 599 91 52 38. ვიმეორებ 599 91 52 38. ჩვენი პრინციპია ვინც გაფრთხილებულია შეერაღებული. ამიტომ მე არავის არ ვაშენებ, უბრალოდ გაფრთხილებთ რომ ეხლა არის ძალიან რთული პერიოდი სამყაროს განვითარების ამას ჩვენ არაერთხელ გქონდა საუბარი მათ შორის ჩვენს გადაცემებში და ეს სირთულეები მათ შორის ჯერ კიდევ გრძელდება. მე მაშინ გახსოვთ გითხარით რომ 2030 წლამდე მაინც არანაირი ასე ვთქვათ სიმშვიდე არ დაისადგურებს სამყაროში და შეიძლება ცოტა იქითაც გადავიდეს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა არის ძალიან გარდამტეხი პერიოდები და ამასთან არის დაკავშირებული და რასთან არის ეს ყველაფერი დეტალურად დაკავშირებული მაშინ იხილეთ ჩემი გადაცემა რომელიც ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გავიდა 2020 წლის 1 მაისს სადაც მე 1 საათის განმავლობაში ზედმიწევნით ხსნი რა ძალები მოქმედებენ რა უნდათ რა საპირებენ და შემო იგივე ძალები მოქმედებენ ეხლაც მათ ახლა ცოტა ხანი შეაჩერეს ომთან ომი დაიწყო თუ არა უკრაინაში ეგრევე გაჩერდა ხო პანდემია უცებ აღარ არის ხო ნახეთ ეს ყველამ ხო და აი ასევე ხელდებიან ომის ასე ვთქვათ შეჩერებას მაგრამ მოსინჯვითი ვარიაციები მათ უკვე დაიწყეს ხანტა ვირუსი რომელიც ახლა უკვე ჩამოყალიბდა და ნახეთ თქვენ გემზე მოსინჯეს ეს ექსპერიმენტი ახლა ამის გაგრძელება იქნება შემოდგომაზე მით უმეტეს აგვისტოში გვაქვს არის დაბნელება და ამის შემდგომ მოსინჯავენ და ოქტომბრისკენ უფრო მეტად და მერე უკვე თებერვალში აი კიდე მზის და მთვარის დაბნელებებზე იქნება ალბათ კიდევ ერთი ესეთ სერიოზული მცდელობა ამის ამიტომაც ზუსტად ამასთან დაკავშირებით სწორედ მოგიწოდებთ რომ იქამდე მოვასწროთ ბევრ რამის შეცვლით, გამოვასწორებთ, პერეგ ექნებათ ამის მოსმანის საშუალებები და ამიტომ შეგვეხმიანეთ 599 91 52 38. პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებული საკონტაქტო ჩვენი ტელეფონია. ეხლა უკვე მოდით გადავიდეთ ჩვენს თემაზე, ასტროლოგიურ თემაზე და როგორია ეს პერიოდი ვერცხლისთვის. ვერძებო, კვირა კარგია, სტაბილურია, ამიტომ შესაძლებლობებით ახსოვსია ეს პერიოდი, აქ შეიძლება საინტერესო ახალი იდეების, პროექტების უკვე ჩამოყალიბება, აქ ენერგოტონუსი თქვენი აშკარად უმჯობესდება, მით უმეტეს ჩვენ გვაქვს 21 რიცხვი წინ, ეს არის ხუთშაბათი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რატო? იმიტომ რომ ზე დატოვებს კურო ზოდიაქოს ნიშანს და გადაინაცვლებს ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ერთი თვით. ეს ნიშნავს იმას, რომ მოიმატებს ამის შედეგად აქტიურობა, ენერგია, კომუნიკაცია, გონებამახვილობა, აქ შესაძლებლობები მრავალფეროვანი კონტაქტებისა, შეხვედრებისა, მოლაპარაკებებისა, მგზავრობისა, მოგზაურობისა და სხვადასხვა საინტერესო მოვლენებისა ერთი-ორად გაიზრდება. ამიტომ შემოდის აბსოლუტურად სუსხვა ენერგია, შესაბამისად სუსხვა შესაძლებლობები და როსტოვარია ტყუპები როგორც მონათესავე ნიშანი ვერძისა მისცემს საშუალებას იმისა რომ ვერძის ერგოტონუსმა აშკარად მოიმატოს უკვე ამ გვერდიდან. ამიტომ ვერძი იგრძნობს რომ ენერგია ემატება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადია, ნაკლებად იღლება, შრომის უნარიანობაც მატულობს და ასე შემდგომ. აქ არის მრავალფეროვანი საინტერესო თქვენთვის ადამიანებთან შეხვედრის პერიოდი და ეს ადამიანები სხვაშორის ახალ იდეებსაც მოიტანენ და შეუწყობენ ასევე თქვენს მეტად განვითარებას. ამავდროულად ძალიან კარგი პერიოდია თქვენთვის სწორედ მგზავრობა, მოგზაურობის კუთხით, მრავალფეროვანი კონტაქტების კუთხით, აქ დიდი ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ თქვენ ცხოვრებაში ადრეული საქმეებიდან გარკვეული მატერიალური დივიდენდებიც მიიღოთ და ამ კუთხითაც გამოასწოროთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა
გაზრდობა და გაუმჯობესება და ასე შემდეგ. ვერციტყვით, მრავალფეროვანი შესაძლებლობების პერიოდია, თან ჯანმრთელობაც უკვე ნელ-ნელა უმჯობესდა. ეს არის შევსო თქვენ 21-დან უცებ გახდებით არნახული ჯანის პატრონი, არა. ნელ-ნელა ეხლა ყოველდღე გემატებათ ენერგია, იმუნიტეტი, აღძლიერდება ემოციური სტაბილურობა და თანდათან ყოველდღე იგრძნობთ, რომ თქვენი შრომის უნარობა უფრო მაღლდება, ნაკლებად იღლებით და შესაძლებლობებიც და იღბლიანობაც უფრო მეტია. რაც შეეხება კუროსაც კარგი კვირა აქვს. კუროებო, ჯერ კიდევ გრძელდება თქვენთვის საკმაოდ საინტერესო დასამახსოვრებელი მოვლენებით პერიოდი, რომლის შრომისას ენერგიაც გავს, აქტიური მოქმედებაც შეგიძლიათ, ლიდერული თვისებების გავლენაც შეგიძლიათ. ეს ის პერიოდი, რომლის შრომისას შეგიძლიათ ახალი პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდეთ, ახალი წინადადებების წინაშე აღმოჩნდეთ, ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესოთ, ახალ პროგრესულ პროექტებში ჩაერთოთ. ერთი სიტყვით ეს როგორც კარიული კუთხით, ასევე საზოგადოებრივი საქმიანობის ან ბიზნეს სფეროსთვის საკმაოდ კარგი პერიოდია. რომანტიკული პერიოდი აქვს, შეიძლება ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბდეს, ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, ჰარმონიზირება შეგიძლიათ არსებული თქვენი სასქესო ურთიერთობებისა და მეორე ყოველხრივ ერთ-ერთი საუკეთესო, მოდი ასე ვთქვათ, პერიოდი თქვენს წლის განმავლობაში ეცადეთ, ეს კვირა მაქსიმალურად აქტიურად გაიაროთ, იმიტომ რომ აქ იღბალი აშკარად თქვენს მხარეს არის. რაც შეეხება ტყუპების ზოდიაქოს ნიშნე დაავადებულებს, ტყუპებო ფაქტობრივად შეიძლება ვთქვათ, რომ სრულდება თქვენთვის ცოტა რთული დაბადების წინა პერიოდი, როგორც ჩვენ მას უწოდებთ ყოველთვის, იცით ამის შესახებ და იწყება ძალიან საინტერესო. ერთ-ერთი საუკეთესო წლის განმავლობაში. უცებ ეს ხვალიდან არ მოხდება, მაგრამ ხვალიდან იგრძნობთ, რომ ნელ-ნელა ენერგოტონუსი უმჯობესდება, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ხასიათი უმჯობესდება, ემოციური სტაბილურობა მატულობს, ამიტომ ეს პერიოდი აშკარად უკვე უკეთესია, თან მზე გადადის უკვე თქვენ ზოდიაქოს ნიშანში ხუთშაბათს და აქ იქნებით ძალიან კარგი. მათ შორის როგორც პედაგოგი, როგორც გურუ ზოგიერთი ადამიანებისთვის. აქ ძალიან ვთქვათ, დიდი მებრძოლი იქნებით სამართლიანობისა და ეს ერთ-ერთ აწევს თქვენს რეიტინგს საზოგადოებაში, უბრალოდ დაიცავთ სუსტ ადამიანებს სოციალურ, ასე ვთქვათ, პროექტებში და ღონისძიებებში მიიღებთ აქტიურ მონაწილეობას. ამასთან ერთად მოულოდნელი შეიძლება მგზავრობა მოგზაურობის ან ადგილსაყოფელის შეცვლის პერსპექტივების წინაშე აღმოჩნდეთ, აქ უცხოელებთან ძალიან აქტიურ კონტაქტებს დაამყარებთ, რაც იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ეს ხელს შეუწყობს მათ შორის შემდგომ პარტნიორულ თანამშრომლობასაც კი უცხოელებთან მიმართებაში და რომანტიკული განწყობა გაქვთ აშკარად. ამიტომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება ახალი სიყვარულის წინაშე აღმოჩნდეს, ან ძველი ურთიერთობები უფრო მეტად აამაღლოს. ერთ სიტყვით რომანტიკული კონტაქტებისთვისაც პერიოდი ძალიან კარგია. ამიტომ შემოგარგებო, ეხლა უკვე თქვენი დრო მოდის და უკვე სადღაც ხუთშაბათიდან, ეხლა ორშაბათიდანაც შეგიძლიათ, მაგრამ განსაკუთრებით ხუთშაბათიდან უკვე თქვენ ხდებით მთავარი ფავორიტი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში წარმატებისა ზოდიაქოს ნიშნებიდან. რაც შეეხება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, საკმაოდ კარგი კვირაა. კირჩხიბებო ენერგოტონუსი ჯერ მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ზეძლიერი, ამიტომ ეცადეთ, რომ ინტუიციაზე დაგნობით სწორი არჩევანი გააკეთოთ და სწორად იმოქმედოთ. ავუშვათ, რომ ამ პერიოდში შეიძლება ახალი საინტერესო იდეები, პროექტები ჩამოყალიბდეს, ახალი გეგმები, მათი რეალიზაციაც მოახერხოთ და ავუშვათ ის, რომ ფარული დამხმარე ადამიანები თქვენი ფარველები გამოჩნდებიან, საინტერესო ახალი წინადადებების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ რეფორმატორული პერიოდი, ამიტომ რაც შეიძლება მეტი სიახლეები შემოიტანეთ თქვენ ცხოვრებაში. ეს იქნება ახალი ვარცხნილობა, ახალი ტანსაცმელი თუ ახლებური მეთოდოლოგია, არ აქვს მნიშვნელობა. სიახლეები რაც შეიძლება მეტი, ამიტომ ამასთან ერთად ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები, მეგობრული კონტაქტები იქნება ძალიან ნაყოფიერი და მეგობართან თანადგომაც იქნება დროული და საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი. ამიტომ საკმაოდ კარგი კვირაა და ეცადეთ, რომ იგი ასევე ფრიად აქტიურად განვლოთ. რაც შეეხება იმპერატორთან ნიშანს ლომის ზოდიაქოზეა საუბარი, რაც ყველა კვირა კარგია, რომ ჯერტი ენერგოტონუსი მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ენერგია გემატებათ, იღბალი თქვენს მხარეს გადმოდის, ემოციურად უფრო უმჯობესდება თქვენი განწყობა, რაც უყურია ასევე ხელს შეუწყობს უფრო თავისუფლების ზრდას თქვენი მოქმედებისა. როგორც საქმეან, ასევე პირად ურთიერთობებში უფრო თავისუფლად გრძნობ თავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს პერიოდი ასევე ხელს უწყობს ახალი ურთიერთობების კონტაქტების დამყარებას, რაც ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს თქვენს იდეოლოგიაზე, თქვენს აზრებზე, რადგან შეცვლის თქვენ ცხოვრებას. ამასთან ერთად შეიძლება ძველი ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აიყვანოთ, აამაღლოთ და ისიც აუჩვენოთ, რომ პარტნიორების მიმართ ცოტა შეიძლება იდეალისტური დამოკიდებულებაც კი ქონდეს.
ვუხდეთ. ყოველ შემთხვევაში მოდი ამშვიდობთ რომ თქვენ განსაკუთრებით გიზიდავთ აქ ძლიერი ხასიათის მქონე, საკმაოდ ნებისყოფიანი ადამიანები. არის გამორიცხული რომ ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ფრიად ისეთი ცოტა გასაიდუმლოებული სასიყვარულო ურთიერთობების წინაშეც კი და რაც კარგი ურთიერთობები გექნება და შეგენარჩუნებათ ხელმძღვანელ პირებთან მით მეტად კარიერულად წახვალ წინ. თუმცა უკვე ინტერნეტთან ეცადეთ რომ გქონდეთ აქტიური კონტაქტები, ვიდრე აქედანაც მომშვენი ინფორმაცია, აქედან შეიძლება გაიცნოთ მნიშვნელოვანი ადამიანები, მეგობრული კონტაქტები შეიძლება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს და უფრო ნაყოფიერი გახდეს და რეფორმებისთვის მოემზადეთ. სამყარო ითხოვს თქვენიდან უკვე რეფორმატორულ მოქმედებას, რეფორმატორულ აზროვნებას, არასტანდარტულ, ასე ვთქვათ, აზროვნებას და სპონტანურ იმპროვიზაციას, რაც იქნება თქვენი შემდგომი წარმატებებისთვის აუცილებელი ფაქტორი. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულებო კვირა კარგია, პოზიტიური, საინტერესო, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, თქვენი ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, პასუხისგებლობა იქნება სათანადოდ შეფასებული და კარიერული განვითარებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს კარიერულ განვითარებას. აქ შეიძლება ახალ საინტერესო პროექტებში ჩაერთოთ, აქ პროფესიონალურად უფრო მეტად განვითარდეთ, ახალი შემოსავლის წყაროები შეიძლება იპოვოთ კიდეც, მასშტაბური პროფესიონალური ცვლილებების, პარტნიორული თანამშრომლობის და ახალი საინტერესო ადამიანების გაცნობის პერიოდია. რაც შეიძლება მეტი კონტაქტები უცხოელებთან. უცხოენის ათვისებისთვის, უცხოელებთან ურთიერთობისათვის შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობა უცხოეთთან, მივლინება უცხოეთში ან დაუშვათ სწავლა იქნება ძალიან ნაყოფიერი. ამიტომ ეცადეთ რომ ფრიად აქტიუროთ ამ პერიოდში, იმიტომ რომ ძალიან კარგი შესაძლებლობებით ახსოვს კვირა. რაც შეეხება უკვე სასწორებო თქვენს, იგრძნობთ რომ უკვე ამ კვირიდან ენერგოტონუსი მატლობს რაღაც უკვე ნაკლებად იღლებით, უფრო ხდებით აქტიური, უფრო ენერგიული, უფრო ინიციატივიანი. აქ მოდი ეს ვთქვათ, პირადი ურთიერთობებისთვისაც გაცილებით უკეთესი პერიოდია, მგზავრობა, მოგზაურობა შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, არაორდინალური აზროვნების მქონე ადამიანებს შეიძლება შეხვდეთ. ზოგიერთ თქვენთაგან აღმოჩნდება სასიყვარულო ურთიერთობებში, თავგადასავლებში ან არსებული ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესოს. თუმცა ეს სასიყვარულო ურთიერთობები ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენენ თქვენ სულიერ განვითარებაზე. ეს პერიოდი ასევე ხელს უწყობს უცხოელ პარტნიორებთან ახალი კავშირების დამყარებას, ახალ შემოქმედებით პროექტებში თქვენ ჩართვას. უცხოეთში სხვაშორის მივლინება თქვენთვისაც ან მოგზაურობა იქნება შთამბეჭდავი და დაუვიწყარი. ამიტომ ეცადეთ რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო კვირა თქვენთვის ასევე მეტად უკვე აქტიურად განვლოთ. მორიელს რაც შეეხება საინტერესო დასამახსოვრებელი პერიოდია, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ინტუიცია ზეძლიერი, ამიტომ ეს გაძლევთ საშუალებას რომ დროული არჩევანი გააკეთოთ, სწორი ნაბიჯები გადადგათ და მნიშვნელოვანი შესაძლოა მოულოდნელი ზოგიერთ შემთხვევაში ცვლილებები შეიძლება მოხდეს სახლში. აქ შეიძლება რადიკალურად შეცვალოთ სიტუაცია თქვენს სახლში, მაგალითად ან რემონტი გააკეთოთ, ან ავეჯი შეიძინოთ, ან ახალი ბინა შეიძინოთ, ერთ სიტყვით რაღაც ცვლილებები შეგაქვთ რაც იქნება ეს რეკონსტრუქცია თუ დაუშვათ სხვა ფაქტორი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შეიძლება ცოტა ფორიაქს იწვევდეს, მაგრამ ისე გაალამაზებს თქვენ სახლს, რომ ეს ყუდროება და ის საოცარი კომფორტი, რომელიც ამ შედეგად მოვა, ძალიან დიდ სიამოვნებას მოუტანს თქვენს ოჯახის წევრებს და თქვენს. ყოველ შემთხვევაში ეს პერიოდი გაძლევთ იმის საშუალებას, რომ რადიკალურად შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრება ამ კუთხითაც სასიკეთოდ. ამის გარდა შემოქმედებით ნიჭის დონე არის გამოსაუნდად. ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. აქ პარტნიორული თანამშრომლობა იქნება მეტად ნაყოფიერი და თქვენი სამართლიანობის გზნობა გაცილებით მეტად გაზლიარდება. სხვა შორის რაც მეტად ცოტა მაინდამაინც ახლა მოლაპარაკე ნიშანი არ არის მორიელი და საკუთარი საიდუმლოს დაცვა იცის, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჯობია რომ აქ თუ რაღაც ახალი იდეები, პროექტები, ახალი თანამშრომლობა ყალიბდება, ჯობია ამაზე ზედმეტად არ ილაპარაკოთ. მაშინ უფრო შორს წახვალ და იქნება ყველაფერი უკეთესად. მშვილდოსნებს რაც შეეხება მშვილდოსნებო ენერგოტონუსი გემატებათ, ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, შეგიძლიათ კარგად ლიდერული ორგანიზებული თვისებების წარმოჩენა. აქ თუ რაღაც პრობლემები ქონდა ჯანმრთელობას, აი აქედანაც განთავისუფლდებით და ძალიან საინტერესო ღონისძიებებში ჩაერთვებით. საზოგადოების ფართოფენების წინაშე შეიძლება მოგიწვიოთ გამოსვლა. ახალი საზოგადოებრივი და საქმიანი კონტაქტები ჩამოყალიბდება. ძალიან ბევრი იქნება შეხვედრები, მგზავრობა, მოგზაურობა,
ურთიერთობა, მოლაპარაკებები. ყოველ შემთხვევაში აკაშკარად შეგიძლიათ რადიკალურად სასიკეთოდ შეცვალოთ თქვენი კარიერა. ამასთან ერთად ძალიან ძლიერი და ესეთი, მოდი ასე ვთქვათ, გავლენიანი მფარველებით შეიძლება გამოჩნდნენ. აი თუ რაღაცის პუბლიკაციას აპირებთ ან გამოსვლას, მაგალითად მასმედიის სფეროში ძალიან კარგი იქნება ეს თქვენს ავტორიტეტს ერთგვარად გაზრდის და პოპულარობასაც გაამახვილებს და აღნიშნოთ რომ ეს ის პერიოდია რომ მსვლელობისას ძალიან კარგი იქნება შემოქმედებითი თქვენი მონაცემების ნიჭის უნარის გამოვლენა. რაც შეეხება თხისკა ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულებს, კვირა კარგია, ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, სნეშანი ორგანიზებული, შეუპოვარე, მიზანსტრაფული, მეტად მომთმენია, პრიატნების ყოფიანი, ხელსკობს ეს პერიოდი მატერიალურ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ფინანსური დამოუკიდებლობის შეძენას და აქ სხვათვის ძალიან საინტერესო საქმეში შეიძლება ჩაერთოთ. აქ შეიძლება ესეთ ნიჭი უნარი გამოავლინოთ საკუთარ თავში, რაზეც შეიძლება არც კი ოცნებობდი და უცებ აღმოაჩენთ ამას საკუთარ თავში. ასევე მოდით ავუშვოთ, რომ ზოგიერთ შეიძლება საიდუმლო საქმეებიც კი გამოამზაუროთ, თუ ეს ჩათვლით საჭიროდ. ამასთან ერთად აქ ის პერიოდი, რომ მსვლელობისას თქვენ შეგიძლიათ მატერიალურ მდგომარეობასთან ერთად, კარიერულ განვითარებასთან ერთად პირადი ურთიერთობები მოაგვაროთ და არაერთი იდეა რეალიზაციაში მოიყვანოთ. რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნება შვილებთან, სასქესო პარტნიორებთან, ეს კვირა ასევე მეტად უწყობს ხელს აი ამ სტაბილურობის ნიადაგზე, მეტად თქვენს წინსვლას და განვითარებას. სხვა შორის კონკურსებში, ლოტარიებში მონაწილეობის მიღება იქნება ასევე საკმაოდ კარგი. ქორწინებისთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. რაც შეეხება მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აღნიშნოთ, რომ ენერგოტონუსი აშკარად აქ უკვე მოგემატებათ. ნელ-ნელა ყოველდღე ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება, ფსიქოემოციური სტაბილურობაც მეტად იცევს თავს და ამიტომ ინიციატივად შეგიძლიათ მეტად გამოავლინოთ, ახლებური ნიჭი გამოავლინოთ თქვენს მონაცემებში, აი ეს დამალული პოტენციალი წამოაწინა პლანზე. აქ შეიძლება მოულოდნელი ცვლილებები მოხდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რამაც შეიძლება ზოგიერთ თქვენი გეგმა შეცვალოს და მთავარია რომ თქვენ დროულად მიესადაგოთ ამ ცვლილებებს, არ დაიბნეთ. ამასთან ერთად აი ეს სწრაფი ადაპტაციის პერიოდია, რომელიც ამას ითხოვს თან სპონტანურად უნდა მოხდეს ეს ადაპტაცია და გონება מחვილობა აშკარად მატლობს. ეს ის პერიოდი, როდესაც თქვენ შეიძლება ახალი ცნობიერების ფორმებიც კი შეიგრძნოთ. ინტუიცია ძლიერდება, რომელიც სწორ ნაბიჯებს გადმევინებთ. ამას შეიძლება რადიკალური ცვლილებები შემოიტანოს თქვენ ცხოვრებაში. ნუ ყოველ შემთხვევაში ეს ის პერიოდი, რომელსაც უკვე ეს პერიოდი ხელს უწყობს უფრო მეტად თქვენი პოპულარობის ზრდას და უფრო მეტად თქვენს განვითარებას. სხვა შორის უკვე კვირის მეორე ნახევრიდან ძალიან კარგი პერიოდი დგება, მერწყულებო, თქვენ გეწყებათ ერთვიანი 21 რიცხვიდან მაისისა ერთვიანი სიყვარულის თვე. მოდი ასე ვთქვათ, საუკეთესო პერიოდი ქორწინებისთვის, სასქესო კონტაქტების, არტებული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და ასე შემდგომ. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თევზებო პერიოდი კარგია, საინტერესოა, მრავალფეროვანი მოვლენებით ახსოვს, ეს არის მრავალფეროვანი კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისთვის საუკეთესო დრო, მგზავრობისთვის, მოგზაურობისთვის, უმჯობესდება ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, ამ კუთხითაც მეტად კარგია, რადიკალური ცვლილებები შეიძლება შეიტანოთ სახლში, ოჯახში, ახალ ბინაში გადახვიდეთ, ან რაღაც ცვლილებები შეიტანოთ თქვენ სახლში, უფრო კომფორტულად მოეწყოთ სიტუაციები. ამასთან ერთად ინტუიცია მდგრადია და ზუსტად აკეთებთ არჩევანს, ამ ინტუიციაზე დაკნობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, მოდი ასე ვთქვათ, რომ ეს ის პერიოდია, რომელიც ასევე ხელს უწყობს მეგობართა დროულ თანადგომას და რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, ეს კიდევ უფრო მეტად სასიკეთოდ შესვლის თქვენს ბედიღბალს და წინსვლის პერსპექტივებს გააძლიერებს. ეს ინფორმაცია, რომელიც ეხება 12 ზოდიაქოს ნიშანს ამ კვირის განმავლობაში, რაც შეეხება ხა ცალკეულ დღეებს, შემდეგი კვირისა 18 რიცხვით დავიწყოთ ხვალინდელი დღე, მაისისა, გეომაგნიტურია, ამიტომ იყავით ყურადღებით, იცით თქვენ გეომაგნიტური დღეების დროს რა ხდება, ასკარად სუსტდება გულსის დარღვევანი სისტემა და ამან შეიძლება გამოიწვიოს ასევე წნევასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც თავის ტკივილებით, ან გუგნებობით, სხვა ესე დისკომფორტული გამოვლენებით გამოვლინდება, ამიტომ აუცილებლად წნევა აკონტროლეთ თუ ესეთი დისკომფორტი იგრძენით ორგანიზმში და შედგამისი პროფილაქტიკა. რაც საჭირო ზოგი ყავით თუ დაბალი წნევა, ზოგი ამას წამლებით აკეთებს თუ მაღალია და მოიყვანს ეს რიგში ორგანიზმი და უკეთ იგრძნობს თავს. სამაგეროდ მძღოლებს, ქვეითად მოსეულებს და ყველას, ვინც სახიფათო საქმეშია ჩართული, განსაკუთრებული ყურადღება მართებთ დღე-ღამის მიმართ, იმიტომ რომ ღამის პირველი საათიდან
ანუ დღეს რო იქნება უკვე ღამის პირველი საათი 24 საათამდე ჩვენ გვაქვს თლიანად მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ სხვანაირად უკურსო მთვარის პერიოდი, რომლის შედეგად ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში და შეიძლება გახდეს საკმარისი მიზეზი არასასურველი ტრავმისა და ავარიის. ამიტომ ზღოლებს, ქვეით ატმოსფეროებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება ამ ტენდენციების მიმართ. და ხვალ აკონტროლეთ მეტად თქვენი აზრები და სიტყვები. მოულოდნელად შექმნილი ალიანსები წარმატებული იქნებიან ხვალ. ახალი გეგმები კი უნდა გაასაიდუმლოთ. ამბიცია ცოტა ხასიათში მოემატებს, ამასაც მეაქციათ ყურადღება რომ ზედმეტობაში არ გადავიდეს. საქმეთა მსვლელობა მოდეს თქვა ცოტა შენელებად მდგომარეობაშია. მოკლე მოგზაურობისთვის პერიოდი ნამდვილად კარგია. რაც შეეხება ესე იგი ჯანმრთელობას სუსტდება ხელები, მხრები, ბრონქები, ფილტვების ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმთან მართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და მოერიდეთ უღაერო სივრცეებს. აქ სუსტდება მაინც ცოტა ფილტვების ზონა, თამბაქოც არ იქნება სასურველი და უღაერო სივრცეები. სამაგიეროდ ასევე მოემატებს ცოტა ასევე ნაწილობრივ დღეს და ასევე ხვალ გაცივების ტენდენცია. ამიტომ ოდნავ, მაგრამ ცოტა თბილად მაინც ჩაისვით არ გაცივდეთ. ყველას კარგია ხვალინდელი დღე ლომის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ნუ ეხლა დღევანდელ დღესაც ვსვათ მივაქცია ყურადღება რატომ, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ გუშინ და დღეს ეს ორი დღე არის ახალმთვარეობის დღე. და დღევანდელ დღესაც გადმოდის გასულთვით პირველ ნახევარზე ჯერ კიდევ. და ამიტომაც ცოტა დღესაც ცოტა ფრთხილად გავიაროთ ეს დღე, ცოტა მეტად დაასვენოთ საკუთარი თავი. რაც შეეხება ახლა ხვალინდელ დღეს, ჩვენ გვაქვს 19 რიცხვი, მაისისა სამშაბათი, ზეგინდელი დღეა, ეს უკვე 19 რიცხვი სამშაბათი დღეა და სხვა შორის დამოვიწყდა მე თქვა თავიდან ახლა ვასწორებ ოჯახის სესმენდის დღე გვაქვს დღეს და აი ყველას გილოცავ და გისურვებთ რომ წმინდა ოჯახები, ერთგული ოჯახები და სიმშვიდე ყოფილიყოს თქვენს ოჯახებში. აი ეს ყოველივე. ეს ახლა თავიდან უნდა მეთქვა, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ახლა გამახსენდა. მოდი ამუშავოთ ახლა დავუბრუნდეთ სამშაბათს და სამშაბათს რა ხდება? აი მნიშვნელოვანი ერთ-ერთი მოვლენაა უკვე წმინდა ასტროლოგიური ცისკაბანოზე 19 მაისიდან 28 ივნისამდე საქმიანობის, ჩომისუნარობის, ენერგიის, მოქმედების მმართველი პლანეტა მარსი გადაასვლებს კურო ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანთა საქმიანობაში და მოქმედებაში. რას? ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, ნებისყოფას, პრაგმატულობას, სიფრთხილეს, მოქმედებას პრინციპით შეჯერგაზე მერთხელ გაჭერი. რაც კარგია, მაგრამ ამავდროულად განავითარებს კუროს სიჯულტეს, პირდაპირობას, ზოგჯერ სიზარმაცეს, რაც ცუდია. ამიტომ ამ ცუდთვისებებს კონტროლი დაუწესოთ 28 ივნისამდე სამშაბათიდან, ხოლო კარგი მაქსიმალურად გამოვალოთ, მაშინ თქვენი საქმიანი მოქმედება იქნება სწორი და უფრო წარმატებული. ასევე ეს მოვლენა მარსის გადასვლა კუროში მეტად ხელს შეუწყობს და უფრო მეტად წარმატებულ ელფრას შეაძლევს იმ ადამიანებს, რომლებიც მაგათი შემოქმედებით სფეროებში არიან დაკავებული, აქ პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი შედის, ასევე საბანკო ეკონომიკურ სფეროში, აგრობიზნესში, მშენებლობის ფართო სპექტრში, დიზაინში, არქიტექტურაში იქნება ძვრები და გააძლიერებს ადამიანებს შორის ერთგულებას. მოდი ასე ვთქვათ, რომ რაც შეეხება თვითონ სამშაბათს 19 მაისს, აქ კონტაქტები და ახალი ნაცნობობა ცოტა მძიმედ გადაიტანება და შეიძლება ცუდად დასრულდეს კიდეც. დაწყებული საქმეები სამშაბათს აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე. მაგრამ და კარგია ურთიერთობა ახლობლებთან. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი, ნაღლის, ბუშტის ზონა. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმთან მართებაში სამშაბათს აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. ყველას კარგია სამშაბათი ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა გადავინაცვლეთ უკვე 20 მაისთან, ეს არის 4 შაბათი დღე, აქაც ჩვენ გეომაგნიტური გვაქვს ეს დღე და ამიტომაც იცით რა უნდა ქნათ, თუ თქვენ რაღაც დისკომფორტი იგრძენით, თავის ტკივილი უგუნებობა, ეს გამპირობებულია იცით რით და ამიტომ წამლის პროფილაქტიკა ან ყავა რათა მოიყვანოთ წესრიგში ორგანიზმის აუცილებელი იქნება და მეაქციოთ ყურადღება ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის ან უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება უკვე 17 საათზე 28 წუთზე და 24 საათამდე გასტანს. ამ დროს ზედმეტად დუმდება ყურადღება ადამიანებში, რაც შეიძლება საკმარისი მიზეზი იმისა, რომ აქ ადვილად შეიძლება წარმოიქმნას ტრავმატული სიტუაცია. მძღოლებო, კვეთად მოსავლებო. 4 შაბათს 17 საათიდან 28 წუთიდან 24 საათამდე.
განსაკუთრებით ყურადღებიანი და ფრთხილები. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა 20 მაისს, ანუ 4 შაბათს ცისკაბადონზე. აი სწორედ 20 მაისიდან 13 ივნისამდე სიყვარულის ხელოვნების სილამაზის მმართველი პლანეტა ვენერა დატოვებს ტყუპების ზოდიაქოს და გადაინაცვლებს კირჩხიბის ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად, ესე იგი, რაღაც ზედაპირულობა, ფლირტი, გარკვეული კარაფშუტულობა და მერყეობა სასკოლო ურთიერთობაში ტყუპებისა შეიცვლება. რით მეტი ემოციურობით, გზნობიარობით, რომანტიზმით, საოცარი ინტუიციით, სხვა შორის ძალიან კარგი პერიოდია უკვე საოჯახო ურთიერთობების, ოჯახის შექმნისთვის, საოჯახო სტაბილურობისადმი, მოემატებს ლტოლვა ტრადიციების, პატივისცემისადმი და ასევე აღნიშნოთ ის, რომ ეს მოვლენა ფინანსურ მდგომარეობასაც აუმჯობესებს, ყოველ შემთხვევაში სასკოლო ურთიერთობებისთვის გაცილებით უფრო უკეთესი პერიოდი დგება. სხვა შორის შეუწყობს პლანეტა ვენერას გადასვლა კირჩხიბის ზოდიაქოში პოეზიის, ასევე ლიტერატურის, ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებების, მათ შორის ფსიქოლოგიის განვითარებას მეტად, ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ვაჭრობის სფეროს, სარესტავრაციო სისტემის, სასტუმროების ბიზნესის უფრო მეტად განვითარებას და ასე შემდგომ. რაც შეეხება თვითონ 4 შაბათ დღეს, სხვათა სურვილების გათვალისწინება ხელს შეუწყობს 4 შაბათს საქმეებში სირთულეების უფრო ადვილად გადალახვას. სანამ რაიმე შეიძენთ 4 შაბათს, კარგად დაათვალიერებთ ნიფტი, რომ რაიმე პრობლემა არ იყოს. და აქვე აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით 4 შაბათს უსტება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაულის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგი 4 შაბათი კუროს, კირჩხიბის, თხისგას და თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. კიდევ ერთი ასეთი ასტროლოგიური რეკლამა უნდა შემოგთავაზოთ, ეს არის ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნული ამ წლის თვეების დამიხედვით ყველა ზოდიაქოს ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი და ამის გარდა სხვა მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ საინტერესო თემებიც გვაქვს. ამის გარდა თქვენ იცით რომ არის ჟურნალი დიდი ჰოროსკოპი, სადაც არის ასევე 2026 წლის პოლიტიკური ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი თავისი გრაფიკული გამოსახვებით, ასევე შეგნით თქვენ იცით რომ შეხვდებით ასევე გეომანტიას დედამიწისა გრაფიკული გამოსახვით და რას ნიშნავს და რაზე გაუნას ახდენს ეს თვითონ ჩვენთაგანზე 2026 წლის აღმოსავლური დასავლური ზოდიაქოს ნიშნების ასტრო პროგნოზი ასევე მოცემული აქვს და ასევე ყოველი დღის თვარის კალენდრის დამიხედვით ასტროლოგიური პროგნოზები. ამით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და ეჭვმარება რომ წარმატებული. ამის გარდა ამ ჟურნალში შიგნით გელოდებათ კიდევ კალენდრები. ეს არის მთელი წყება კალენდრებისა, ეს არის თქვენ ჯიბის კალენდარი, სადაც თქვენ აი შეგიძლიათ ჯიბეში გქონდეთ თქვენი მხოლოდ დაუშვათ და აქ არის აღნიშნული ერთ ზოდიაქოს ნიშანზე 12-ვე თვე თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით, ახალმთვარეობით, სავსემთვარეობით და მთელი ახსნა განმარტებებით. ამის გარდა ბიზნეს შემოქმედებით სასკვალო კალენდარია შეგნით თავისი დადებითი უარყოფითი დღეებით. აქვე გვაქვს ჩვენ სამედიცინო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია ის 2 დღე, რომლის ველობისას ამა თუ იმ თვეს არ არის სასურველი ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებული ოპერაციის ჩატარება და რაც გვიძლია გელოდება დიდი საოჯახო ასტროლოგიური კალენდარი, სადაც აღნიშნულია უკვე დადებითი და უარყოფითი დღეები, ახალმთვარეობა, სავსემთვარეობა, ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის მთელი წლის განმავლობაში დაანგარიშებული. და იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული, ეჭვმარება რომ აქედან გამომდინარე წარმატებული. და ეს ორივე გამოცემა შეგიძლიათ რასკვილა შეიძინოთ პირველ რიგში ჯიხურებში, ყველა დიდ ქალაქში, ყოველ შემთხვევაში ამდენაც მე ვიცი. ამის გარდა ვისაც აქვს როლი, რომ ეს ყოველივე მიიღოს სახლში მიტანით, მაშინ უკვე შეეხმიანეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. მეორე 597 15 99 77 და სახლში მიტანით მიიღებთ ამ ინფორმაციას, იქნებით გაფრთხილებული ამით და შეიარაღებული. ეხლა მოდი უკვე გავაგრძელოთ ჩვენი ასტროლოგიური მიმოხილვა ამ კვირისა. ჩვენ 3 დღე მიმოვიხილეთ შემდეგ კვირისა, გადავიდეთ ეხლა 21 მაისზე. როგორ იქნება ხუთშაბათი დღე? პირველ რიგში აქ მივაქციოთ ყურადღება ღამის საათებს, ღამის პირველი საათიდან დილის 6 საათამდე 50 წუთამდე ჩვენ გვაქვს უკურსო მთვარე, ანუ მიმართულება დაკარგული მთვარე, რომლის ლობისაც ამას ვაცხადებ, იმიტომ რომ ღამეც კი ინტენსიური მოძრაობა და მძღოლებს, ქვეითად მოსავლებს განსაკუთრებით ეხებათ, იმიტომ რომ აქ ყურადღების მოდუნება შეიძლება ტრავმატული ტენდენციით დასრულდეს. საერთოდ წესია, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ეს ღამეა, ზოგიერთი მძღოლი ისევ დაღლილია და აიღავით ყურადღებით.
და მთავარი მოვლენა 21 მაისისა რა არის? სწორედ 21 მაისიდან ხუთშაბათი დღიდან ერთი თვით მზე გადაასვლებს ტყუპების ზოდიაქოში. ტოვებს იგი კვიროს ზოდიაქოს და გადადის უკვე ტყუპების ზოდიაქოში. ამ ზეგავლენის შედეგად იგი მეტად განავითარებს ადამიანებში ერთის მხრივ. ისეთ კარგ თვისებებს ტყუპებისა, როგორც არის კომუნიკაბილობა, გონებამახვილობა, თავისუფლებისადმი მიდრეკილება, მოგზაურობისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება, ცოდნისა და სწავლისადმი ასევე მიდრეკილება, ოპტიმიზმს გააღვიებს, ამავდროულად განავითარებს ერთ ნეგატიურ თვისებებს ტყუპებისა, როგორც არის ტყუილებისადმი მიდრეკილება, ზედმეტი ფანტაზიები, სულსწრაფობა, შინაგანი მერყეობა, გაორება. ცხადია, უახლოეს ერთ თვეში 21 რიცხვიდან მაქსიმალური ყურადღება ამ ნეგატიურ თვისებებს, რომ ისინი არ გამოვლინიან თქვენში როგორც ხელისშემშელი ფაქტორები და მაქსიმალურად განავითაროთ დადებითი თვისებები, რაც პირიქით წარმატების მომტანი იქნება. და ხუთშაბათ დღეს გავფრთხილდით ძვირფასეულობას. მოულოდნელი მოვლენების დღეა. ეძებეთ თვითრეალიზაციისთვის ახალი ფორმები. კარგი დღეა კონტაქტებისთვის, მაგრამ არ ვარ გადაპირებების გაცემა. შეიძლება ასევე საჭირო ინფორმაციაც მიიღოს. ცოტა ინტუიციაც გაიზრდება და ცოტა იღბალიც მოიმატებს ამ დღეს. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტდება გულსის ზარღვანი სისტემა, ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანიზმებში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი, მოერიდეთ საუნას, აბანოს, სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას, ნერვიულობას და ფიზიკურ ემოციურ გადაღლას. გავფრთხილდით გულს. ყველაზე კარგია ეს დღე ვერცხლის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება ახლა უკვე პარასკევს, 22 მაისია, პარასკევი აქაც თითქმის მთელი დღე ღამე. ღამის 2 საათიდან 24 საათამდე ჩვენ გვაქვს მიმართულება დაკარგული მთვარის, ანუ უკურსო მთვარის პერიოდი, ამიტომ ზღოლებს, ქვეით ატმოსფეროლებს, ყველას, ვისაც აქვს ურთიერთობა ასაფეთქებელ ნაერთებთან, რაღაც სახიფათო ასე ვთქვათ, მოქმედებებთან განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, იმიტომ რომ უყურადღებობა აქ შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეთ. და ამიტომ ვიყავით ყურადღებით. რთული საკითხის გადაწყვეტა მოულოდნელად შეიძლება მოხდეს პარასკევს. გავფრთხილდით ამდროულად ძვირფასეულობა, სამაგეროდ შედეგიანია თვალების, ნერვული სისტემის, ფეხის კუნთების, ვენების კურნალობა. ამავდროულად იქნება ზედმეტად პრეტენზიული. და აღნიშნოთ, რომ ეს ის პერიოდი, რომლის შეულობისას აუცილებლად უნდა გავფრთხილდეთ გულსის ზარღვან სისტემას. აბანო, სოლარიუმი, ზედმეტი ნერვიულობა, გადაღლა, ეს ყველაფერი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი გულზე ახდენს ზეგავლენს და გული ისედაც შესუსტებულია პარასკევს. ჯანმრთელობის კუთხით, რადგან ეს ზონა შესუსტებულია, ესე იგი არავითარი ოპერაციები, რაზეოსკულა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ამ დღეს გულსის ზარღვან სისტემასთან არ უნდა იყოს. დადებითია პარასკევი ლომის, სასტორის, მშვილდოსნის და მერწყოლის ზოდიაქოს ნიშანთათვის. 23 რიცხვი მაისის არის უკვე შაბათი, გეომაგიტურია ასევე, ამიტომ იცით რა უნდა ვქნათ, თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ. ან ყავით თუ დაბალია წნევა აწევთ მას, პირველში წნევას ვაკონტროლებთ და თუ მაღალია, რასკვლია წამლებით ჩამოვწევთ და მოიყვანთ ნორმაში. ასევე მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდის შაბათსა თითქოს ყურადღებას, იგი დაიწყება ღამე პირველ საათზე და დილით 11 საათზე დასრულდება. ანუ აქაც მძღოლებს, ქვეით ატმოსფეროლებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ამ პერიოდში, რათა არ მოხდეს ზედმეტი მოდუნება ყურადღებისა და ამან რაღაც ტრაუმატული ტენდენციები არ გამოავლინოს. შაბათს სიფრთხილე გმართებთ გზაში, გავფრთხილდით ძვირფასეულობას და საბუთებს. სამაგეროდ კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურებისთვის, დალაგება და სუბტაებისთვის, უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლებისათვის, საოჯახო კონტაქტებისთვის, დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ. მათ შორის ძველი პრობლემების ან ვალდებულებების გამო თუნდაც. ამასთან ერთად ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაზლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეშა ჯირკვალი. ოპერაციების ჩატარება განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა შაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია შაბათი ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დავადებულთათვის. და რაც შეეხება კვირა დღეს 24 მაისია უკვე, ესეც გეომაგიტურია, ამიტომ რადგან ის ორი დღე შაბათი კვირა გეომაგიტურია, ესე იგი ვაკონტროლოთ წნევა, თუ რაღაც დისკომფორტს გრძნობთ და ამ შემთხვევაში გამოიყენოთ შესაბამისი პროფილაქტიკა, რათა წნევა მოიყვანოთ წესრიგში და უკეთ იგრძნოთ თავი. და ცოტა მეტად დაახსვენოთ საკუთარი თავი, იქნება კარგი კვირას. სიფრთხილე გმართებთ ამავდროულად აქაც გზაში, განსაკუთრებით თუ უცხოეთთან მიმართებაში გაქვთ მოგზაურობა. მაღალი აქ ილუზიების, მოტყუების, ინტრიგების, ჯანმრთელობის გაუარესების, კონფლიქტების ალბათობა. ამიტომ შემდეგ კვირა უკვე ფრთხილად გავეაროთ, იმიტომ რომ აქ უკვე
უახლოვდებით ჩვენ მარს პლუტონის დაპირისპირებას მართალ ეს 26-ში შედგება, მაგრამ უკვე 24-დან ცოტათი, მაგრამ უკვე საგრძნობი იქნება ამ თვალსაზრისით. და ამასთან ამით არის ეს განპირობებულია. სამაგიეროდ კარგია ხელნაკეთი ნივთების, კარადების, სახლის, ეზოს დალაგება და სუფთაება, უსარგებლო ნივთებისგან განთავისუფლება. შესაძლებელი იქნება პარტნიორ ურთიერთობებში საკითხების სწრაფი გადაჭრა, მაგრამ ეს ყველაფერი ჯობია მაინც დღის პირველ ნახევარში. თუმცა მეორე ნახევრიდან უკვე აი ეს მარს პლუტონის დაძაბულობა კიდევ უფრო მეტად მოიმატებს. თვალსაცემი გახდება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, ელენთა კუჭქვეჭა ჯირკვალი. უბრალოდ კარგია შემდეგ კვირა თხისკას და თევზების ზოდიაქოს ნიშნი დაავადებულთათვის და არჩევნებისთვის ნაკლებად. და ყოველ შემთხვევაში ცუდი არ არის, მაგრამ ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ უკავშირდება შემდეგი კვირის ასტრო პროგნოზს და მოვლენებს. ახლა რაც შეეხება თმის შეჭრას, ვისაც განზრახული მაგალითად თმის შეჭრა, აი მათ საყურადღებოდ მინდა აღვნიშნო, რომ კარგია მაგალითად 19 მაისი სამშაბათი დღე თმის შეჭრისთვის 20 რიცხვიც კარგია 4 შაბათი აკაც თმის შეჭრა სავსებით მისაღებია სხვა შორის მინდა გითხრათ რომ ბევრი დღეები გვაქვს 21-იც კარგია აი თმის შეჭრა მოვლისათვის საერთოდ 22-იც კარგია აი ეს დღეები მაქსიმალურად ესე იგი 19-დან 22-ის ჩათვლით მაქსიმალურად გამოიყენეთ რაც შეეხება ახლა 23-ს შაბათს, თუ მაინდა-მაინც შაბათს გინდა თმის შეჭრა ჯობია დღის პირველ ნახევარში. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს შეჭრილი თმები შემდგომ ნელა გაიზრდებიან. აი ეს ტენდენცია ექნება მათ, შაბათს შეჭრილი თმები. რაც შეეხება ახლა ფინანსებს, ვინც ფინანსებთან ბიზნესთან არის დაკავშირებული, მოდი ამშვიდ, რომ ფაქტობრივად კვირამდე დღეები კარგია. მათ შორის ხელსწყობს იმას, რომ უფრო მობილურად იმოქმედოთ, სწორი გაწყვეტილება მიიღოთ ბიზნეს საქმიანობაში და აქედან გამომდინარე მთლიანობაში კვირა ამ თვალსაზრისით უდაოდ კარგია. რაც შეეხება მგზავრობა-მოგზაურობას, აქ ესე იგი კვირა დღე ნაკლებად, მოდი ასე ვთქვათ, შაბათით ცოტა ნაკლებად, აი დანარჩენი დღეები უფრო მეტად გამოიყენეთ მგზავრობა-მოგზაურობის კუთხით. მაგრამ მაინც ახლა თუ სადღაც მithumedes უცხოეთში მიდიხართ, მაინც საბუთებს მიაქციეთ ყურადღება, რომ 21 რიცხვიდან მერე ცოტა დაბნეულობის, საბუთების, სახში დატოვების, ამ ბილეთების, ამის ტენდენციები ცოტა მოემატება და ამ მხრივ იყო ცოტა ყურადღებით. რაც შეეხება სასკვარლო პარტნიორ ურთიერთობებს, პირველ რიგში ეს არის კარგი პერიოდი, ყოველ შემთხვევაში 20 მაისის ჩათვლით სასკვარლო ურთიერთობებისთვის საკმაოდ სტაბილური თუ რაღაც იყო პრობლემა, აქ შეიძლება შერიგება მოხდეს და ამ შემდგომ და ამ მხრივ კარგია. 21 რიცხვიდან ცოტა მოიმატებს უკვე ასე ვთქვათ ურთიერთობებში ის ფლირტი, ცოტა ზედაპირულობა და ასე შემდგომ და ესე იგი მეორე ნახევარი კვირისა არ არის ცუდი ყოველ შემთხვევაში კვირა დღემდე, მაგრამ პირველი ნახევარი 21 რიცხვამდე უკეთესია. აი ესეც გავითვალისწინოთ. ეხლა ვისაც განზრახული მკურნალობის დაწყება, ყველაზე კარგი იქნება ამ მხრივ 18 რიცხვი, თუმცა არ იქნება ცუდი ასევე 22-იც აქაც შეიძლება. დარჩენ დღეებიდან 20 რიცხვი არ ვარგა. აი ეს 4 შაბათი დღე არა. დარჩენ დღეები საშუალო. ვისაც აქვს სამსახურის შეცვლის სურვილი 18 რიცხვი ყველაზე კარგი და 20 არ ვარგა და დარჩენ დღეები ნეიტრალურია. ხელშეკრულებების დასადებად აქაც 18 ყველაზე კარგია და 20 არ ვარგა. დარჩენ დღეები შესაძლებელია ეს რომ განახორციელოთ კვირის გარდა. ქორწინებისთვის მაგალითად კარგია ამ შემთხვევაში პერიოდი რომელიც უკავშირდება აქაც 18 რიცხვს შორის 19-იც არ იქნება ცუდი, მაგრამ საკორწინო კონტაქტების კუთხით აქაც მოდი ასე ვთქვათ, რომ ცოტა თავი შევიკავოთ 20 მაისს. 20 მაისი არ ვარგა. დარჩენ დღეები მეტნაკლებად საშუალო. ბინის ყიდვა გაყიდვისთვის, ახალ ბინაში გადასვლისთვის 19 მაისია კარგი, 20 მაისი არ ვარგა, დარჩენ დღეები ნეიტრალურია. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის აქ 18 რიცხვია ყველაზე კარგი, 20 არ ვარგა და არჩენ დღეები ნეიტრალურია, შესაძლებელია ნეიტრალურ დღეებში განახორციელოთ. სხვილი საყიდლებისთვის ყველაზე კარგია 19 მაისი და არ ვარგა 18 მაისის დღე, დარჩენ დღეები ნეიტრალურია. სასამართლოსების დასაწყებად 18 მაისია კარგი და არ ვარგა 20 მაისის დღე. დარჩენ დღეები აქაც ასე ვთქვათ
ნეიტრალურია. ეხლა რაც შეეხება ჩვენ საფინანსო რიტუალებს, ესეც ვთქვათ მოქმედებებია, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ გარკვეული მოქმედებებით მოიზიდოთ ფინანსური ეგრეგორი და ფინანსური შესაძლებლობები, ან განზრდვა მოხდეს არასწორი მოქმედების შედეგად. აი კონკრეტულად ხვალ 18 მაისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება, ეს მოიზიდავს თქვენთამი ფინანსურ შესაძლებლობებს, მაგრამ არ ვარ გახვალ სამაგიეროდ ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. 19 მაისს შეიძლება სარკი შეძენა, იუველირული, ასე ვთქვათ, ნაკეთობების შეძენა, მაგრამ არ ვარ ფულის ვალში აღება გაცემა, კრედიტის გაფორმება. 20 მაისს კარგია კაპიტალდამონდება, ვალის გასტუმრება, ინვესტიციებისთვისაც კარგია. 21 მაისს კარგია აქ საათის შეძენა, საველირო ნივთების, სარკის, სხვა შორის ვალუტის კიდვა გადაცვლა. 22 მაისს კარგია ფულის ვალში აღება გაცემა, ასევე კრედიტის გაფორმება, ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება, მაგრამ არ ვარ საკუთარი ფულის გადათვლა და ვალის გასტუმრება. 23 მაისს ეს უკვე შაბათია, კარგია ფულის გადათვლა, საათის შეძენა, ვალუტის კიდვა გაყიდვა, მაგრამ არ ვარ საველირო ნივთების შეძენა. 24 მაისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება და ვალის დაბრუნება. და ეს საფინანსო ჩვენი, ასე ვთქვათ, რიტუალები, რაც შეეხება ახლა უკვე ანგელოზის დროს, იცით ეს იდურა, რომელსაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თხოვნით პარվել ანგელოზს, ილოცოთ კიდეც ამ პერიოდში და თუ თხოვნა ადეკვატურია იმისა, რასაც იმსახურებთ, ეს თხოვნა შესრულდება. და პირიქით, აი რა პერიოდები გვაქვს ესეთი. 18 მაისს ორშაბათს, მაისს დილის 7 საათზე 57 წუთზე დაიწყება ანგელოზის დრო და 8 საათზე 28 წუთზე დილით დასრულდება. 19-ში სამშაბათს დილის 10 საათზე 8 წუთზე დაიწყება, 10 საათზე 44 წუთზე დასრულდება. 20 მაისს დილის 9 საათიდან 11 წუთი დაიწყებს იგი ამოქმედებას, დილის 9 საათზე 55 წუთზე დაასრულდება. 21 მაისს ხუთშაბათს დილის 8 საათზე 59 წუთზე დაიწყება და დილის 9 საათზე 30 წუთზე დასრულდება. 22 მაისს დილის 11 საათიდან 17 წუთიდან დილის 11 საათამდე 59 წუთამდე გასტანს ანგელოზის დრო. 23 მაისს დილის 7 საათზე 36 წუთზე დაიწყება, დილის 8 საათზე 7 წუთზე დასრულდება. და 24 მაისს შემდეგ კვირა დღეს დილის 10 საათზე 7 წუთზე დაიწყება ეს პერიოდი და დილის 10 საათზე 53 წუთზე დასრულდება. ზარე ანგელოზის დრო, რასაც თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ, მას რაღაც თხოვნით, ილოცოთ და ასე შემდგომ. და შეხვიდეთ მასთან კონტაქტში. ეხლა რაც შეეხება, ესე იგი, ჩვენს ვთქვათ თემას, რომელიც ჩვენ დავიწყეთ წინა კვირას და საუბრობდით გეომაგნიტურ დღეებს, რომელსაც ჩვენ სულ ვაცხადებთ წლების განმავლობაში. დავიწყეთ ჩვენ ამაზე საუბარი, ეს ყველა თემა ცოტა დიდია და ცოტ-ცოტას გაწვით ინფორმაციას. აი გავაგრძელოთ ახლა ამ თემაზე საუბარი, განსაკუთრებით საინტერესო და ლამაზ სანახაობას წარმოადგენს მოხსენებად პოლარული ციალი. ეს მოვლენა აუცილებლად თანსდევს მაგნიტურ ქარიშხალს. ის მაღლა ცაში დედამიწიდან 1000 კილომეტრში ჩნდება, როდესაც მზის ქარი შემოდის ატმოსფეროში და ატმოსფეროს ქვედა ნაწილში ეჯახება სხვა მიმართულებით მიმართულ დედამიწის მაგნიტურ ველს. ამგვარად, მაგნიტური ქარიშხალი ყველაზე მეტ გავლენას ახდენს იმ რეგიონებზე, რომლებიც ახლოსაა მაგნიტურ პოლუსებთან. ციალის სფეროს კი განაპირობებს იმ აირების შემოდგენილობა, რომლებიც შედის ატმოსფეროს შემოდგენილობაში. მეცნიერები დააკვირდნენ, რომ მზეზე ძლიერი აფეთქებების შემდგომ დედამიწაზე წარმოიქმნება ძლიერი ტაიფუნები, ქარიშხლები, მიწისძვრები, ვულკანური ამოფრქვევები, დედამიწის მანტია და კლიმატი მგზნობიარეა მაგნიტური ველის ცვალებადობის მიმართ. დედამიწის ფიზიკის სფეროში ჩატარებული დაკვირვებები ცხადყოფს, რომ ძლიერ მაგნიტურ ქარიშხლებს გააჩნიათ საკმაოდ დიდი ენერგია, რათა გამოიწვიონ ცვლილებები დედამიწის ქერქში. დიდი მიწისძვრების უმრავლესობა ემთხვევა მზის აქტიურობის პერიოდს და ხდება ძლიერი მაგნიტური ქარიშხლის შემდგომ დღეებში. ასევე ქარიშხლის შემდგომ დღეს იყო დაფიქსირებული დიდი ცუნამი, ქარიშხლები და შტორმები. სამუშაოები ამ სფეროებში დასრულებული არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ მაგნიტურ ქარიშხალს ერთგვარი ჩამთვალის ფუნქცია გააჩნია, რის შედეგად დედამიწის შიგნით მყარდება ახალი წონას სწორობა. ცხოველები მძაფრად რეაგირებენ გეომაგნიტურ ცვლილებებზე, ამას ცხადყოფს ზოოპარკებსა და ცირკებში მომუშავე ადამიანთა დაკვირვებები. ამ დღეებში ცხოველები განსაკუთრებით აღზნებულები და ზოგჯერ საშიშნიც კი არიან. იყო შემთხვევები, როდესაც მაძღარი, მშვიდი და ერთი შეხედვით უწყინარი ცხოველი უეცრად თავს დასხმია მომვლელს ან მომთვინიერებელს. არსებობს ლეტალური ფაქტები. ჩვენ ხშირად გვიკვირს თუ როგორ გადაადგილდებიან უზარმაზარ მარშრუტებზე ოკეანეებში დელფინები, ვეშაპები და თევზების მთელი კოლონიები. როგორ იმახსოვრებენ თავის უწინდელ ადგილსამყოფელს თბილ ქვეყნებში გადამფრენი ჩიტები.
როგორ იკვლევენ გზას კებისკენ ფუტკრები და ამავდროულად სიამრულის ისინი სწორად დედამიწის მაგიტური ველის რუკით ორიენტირებენ. აღმოჩნდა, რომ ბევრი ცხოველის თევზის, ჩიტის, ქვეწარმავლისა თუ მწერის ნერვულ დაბოლებებზე განლაგებულია რკინის შემცველი მინერალები, რომლებიც ბუნებრივ მაგნიტის როლს ასრულებენ გეომაგიტური ქარიშხლების დროს. ამგვარი ბუნებრივი მაგნიტებიც კარგავს თავის ფუნქციას ცხოველებისთვის. ეს ძალზედ სარისკოა, რადგან შესაძლოა ვეღარ მიაგნონ სახლს, ამიტომაც არის ხოლმე, რომ გზააბნეული ვეშაპი ხშირად გამოირიყება სანაპიროზე. ან აფრიკისკენ მიმართული წეროები აღმოჩნდებიან ჩრდილოეთ ქვეყნებში. მათი ორიენტაციის უნარის რღვევა სწორედ მზეზე მიმდინარე აფეთქებებს უკავშირდება. არსებობს ვერსია, რომ ამგვარი შინაგანი მაგიტური ორიენტირება ადამიანსაც გააჩნია, ოღონდ ევოლუციისა და ტექნოკრატიული განვითარების ფონზე ამ ფუნქციის გამოყენება აღარ ხდება. მაგრამ როდესაც მაგიტური ფონი არ ამშვიდია, ორგანიზმიც მეტნაკლებად მასზე მოსალოდნელი საშიშროების მიმართ მაინც გამაფრთხელებელ რეაქციას იძლევა, რაც თავის გადარჩენის ერთ-ერთი ბუნებრივი ინსტინქტი და საშუალებაა. არსებობს არაერთი დამადასტურებელი ფაქტორი, როდესაც მაგიტური ქარიშხლები მოქმედებენ ტექნიკური სისტემებსა და ნაგებობებზე, როგორც არის ელექტროსისტემები, ელექტროგადამცემი ხაზები, სატელეფონო სისტემები, დაცვის სისტემები, სარკინიგზო მაგისტრალები, ლითონისგან დამზადებული ნავთობის ნაგეთობები და გასადენებიც კი. 1999 წლის მაგიტური ქარიშხლის დროს კვებეკში მთელი ჰიდროსადგური გამოვიდა მწყობრიდან, რის შედეგად 6 მილიონი ადამიანი რამდენიმე დღე დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. 2005 წლის ძლიერმა ამოფრქვევამ მზეზე ამერიკის ენერგოსისტემის გაუმართავი მუშაობა და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. 2006 წელს იგივე მოხდა გერმანიაში, სადაც ელექტრომომარაგების კოლაფსი შეეხო 10 მილიონ ადამიანს. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 30-იან წლებში ნიცაში საინტერესო კანონზომიერება შეამჩნიეს. ყველაზე მეტი ინფარქტები და ინსულტები ხდებოდა იმ დღეებში, როდესაც ცუდად მუშაობდა ან სრულად ითიშებოდა სატელეფონო სადგურები. როგორც შემდგომ დადგინდა, ეს სწორედ ძლიერ მაგნიტურ დღეებში ხდებოდა. იმ დღეებში იზრდება ავტო და სარკინიგზო ავარიების რაოდენობაც. მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსმა მეცნიერმა ჩიჟევსკიმ გამოთქვა იდეა, რომ მზის აქტივობა გავლენას ახდენს არა მარტო ცოცხალ არსებებზე, არამედ სოციალურ პროცესებზეც. მაშინ ამ იდეას მისტიური უწოდეს. თუმცა სულ მალე 1932 წელს დაიწყო დედამიწის იონოსფეროს რეგულარული კვლევა, რაც თავისთავად მზის აქტივობასაც ითვალისწინებს. ადღეისოდ მთელი ეს პროცესი საკმაოდ კარგად, მაგრამ მაინც არასრულად არის შესწავლილი. ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ცხარე-კამაც იწვევდა ის აზრი, რომ მზის აქტივობა მოქმედებს უბედურ შემთხვევებზე. ჩატარდა არაერთი დაკვირვება, რომელთა შედეგად დაამტკიცდა, რომ ამ პერიოდებში ადამიანთა გონება და მობილიზაციის და რეაქციის უნარი საგრძნობლად შემცირებულია. გერმანულ მეცნიერმა მეიერმა და ვერნერმა 100,000 ავარიის გამოკვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მაგიტურ დღეებში ავარიულობა და ტრავმულობა იზრდება 1.5-ჯერ. გარდა ამისა, მძიმდება კრიმინალური სიტუაციაც. კრიმინალური ექსპერტების დაკვირვებით, სწორედ ამ დღეებში ჩადენილი დანაშაული არის ყველაზე სასტიკი ულმობელი, სადისტური და შემაწრწუნებელი. თუ სხვა დროს თვითმკვლელობების რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით მზის ძლიერი ამოფრქვევებისა და მის შემდგომ დღეს დაუშვათ არ იყო ესეთი, აი სწორედ ასეთ დღეებში, როცა ჩვენ გვაქვს გეომაგიტური დღეები, მოდი ასე ვთქვათ, რომ შეიძლება თვითმკვლელობის რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით 4-ჯერ, 5-ჯერ მოიმატოს. აი ესეც კვლევის ასე ვთქვათ შედეგია. ერთ სიტყვით, ძალიან მნიშვნელოვანია გეომაგიტური დღეები, რაც მაგნიტურ ქარიშხლებს, მზეზე აფეთქებებს უკავშირდება და რას უკვე ამ თემებზე ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს, იმიტომ რომ თემა მაინც დიდია და ჩვენ ახლა პატარა დრო გვაქვს და ფიზიკურად ვერ მოვასწრებთ ახლა მთლიანად ამის განხილვას, ამიტომ მე ესე გავწვით პატარა ინფორმაციას და ნომერე საბოლოოდ მაინც შეიკრება ეს ინფორმაცია უკვე თქვენს გონებაში და უკვე წარმოდგენა გექნებათ რატო ამ შვონი, რატო უსვა მე ხაზს თითქმის ყველა პროგნოზებში გეომაგიტურ დღეებს. ეს არის სწორედ მაგნიტურ ქარიშხლებთან დაკავშირებული ყოველივე და რაზე გავლენას ახდენს, აი თქვენ უკვე აქედან გეცოდინებათ. რეალურად ჩვენი საეთერო დრო ამით დასრულებულია, ყველას მადლობას ვუხდი ყურადღებისათვის და ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს ხვალდილით კიდევ გამეორდება ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ეს გადაცემა დაიდება YouTube-ზე, Facebook-ზე და ხვალდილით შეხვდებით ტრადიციულად ტელეიმედში. შემდგომ განავსლებთ რადიო ემედში და უკვე 10 საათისთვის დილის გადაცემაში პოსტივისში შეხვდებით, პოსტივის შეხვდებით ასევე დილის გადაცემაში
ხუთშაბათს და იმედია ორი გადაცემა გაგვისდა რუსთავი 2-ზე დაკავშირებული იყო სამთავრობო ჩართვებით პარასკევის მოგეხსენებათ შუადღის გადაცემა და იმედია რომ ეხლა პარასკევის მაინც არ იქნება ჩართვა და ისევ შევხვდებით ასე ვთქვათ ერთმანეთს და რადიო ფორტუნა ასევე ყოველ დილით 3-ჯერ გაზრდით ინფორმაციას იმ დღის და იმ კვირის ასტროპროგნოზის შესახებ. ასევე ასწავლდასვალი გაზეთი და ჟურნალი თბილისელები ყოველ ორშაბათს ასევე გაზრდიან ჩემს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული და იმედია წარმატებული. ამ ინფორმაციით და საუკეთესო სურვილებით მე გისურვებთ ბედნიერ კვირას. ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.